მოგესალმებით, ახსნას გავაკეთებ, თუ პირადში ისმება კითხვა ხშირად, საჩეხი არის დანა თუ საჭრელი. აქ რამოდენიმე ნიუანსი არის და ეტაპობრივად მივყედა ახსნათ ეს ნიუანსი. პირველ დავიწყოთ ფაქტობრივად დანა თუ როგორ არის შექმნილი, რომ ავიღოთ, მაგალითად, ორი განსხვავებული კატეგორიის დანა, ორივე ფიქსირებული არის, მაგრამ ეს არის სრულად ჩადგმული, ანუ ფოლადი მთელ სიგრძეზე მიყვება, ის არის უკვე ჩაწეპებული. ადრეც ნათქვამი მაქვს ვიდეოში, სადღაც 30-40% საკმარისია, აი ამ დონეზე არის შემოსული ფოლადი. ანუ რეალურად ეხლა რა ხდება? თუ ჩვენ გვინდა მცირედი თუ უდიერად გამოვიყენოთ დანა სრულად ჩადგმული, ანუ ჩეხვის დროს უფრო სტაბილურია, რადგან მთელი ფოლადი ხელში არის მოთავსებული და ძალა ნაწილდება მთლიან სიგრძეზე. ამ კატეგორიის დანას, რა თქმა უნდა, ჩარტყმებს უძლებს მისი ჩაწებების ხარისხიდან გამომდინარე, მაგრამ გამძლეობა რასაკვირველია უფრო ნაკლები ექნება ვიდრე სრულად ფიქსირებულ დანას. აქაც სრულად ფიქსირებულ დანაში არის განსხვავებები. ახლა აი ეს ორი მოდელი რომ შევადაროთ, აქ უკანა ხარი არის ჩათხელებული. ეს არის პირველი დიზაინის სირთულე, თუ აი რა შეუძლია ოსტატს და ასევე არის სიმსუბუქე. ამას ფაქტობრივად ტექნიკური რაიმე დანიშნულება არ აქვს, უბრალოდ აჩვენებს თუ რა ხარისხის და რა სიზუსტის დანის დამზადება შეუძლია ოსტატს და სიმსუბუქეს აქვს მნიშვნელობა. ხოლო როდესაც ფოლადი ჩასხმული არის ყოველგვარი დათხელების გარეშე, მას ძალა უფრო მეტი აქვს. ან ეს ორივე ფიქსი არის და ასევე ჩადგმულ ფოლადზეც ყურადღება გავამახვილოთ, აქ სამი კატეგორია არის. პირველი კატეგორია არის, როდესაც ვადაჯვარზე პირდაპირ ხე არის დასმული. მეორე კატეგორია არის რამოდენიმე ჩაკერება. და მესამე კატეგორია არის სპინზე აყვანა, ანუ სოლზე აყვანა. რა არის განსხვავება? აი ამ ჩასმულ დანებს შორის ყველაზე გამძლე და ყველაზე პრაქტიკული არის, რაც უფრო ნაკლები ჩაკერებები აქვს. რადგან ამ დროს ფოლადი უფრო გამძლე არის, დანა უფრო გამძლე არის, ჩაკერებებში ნაკლები ალბათობა იმისა, რომ წებო დროთა განმავლობაში გაიხსნას, ან ტემპერატურული, ან რაიმე წყლის ზემოქმედების დროს, რაც მეტია ჩაკერება, მით მეტია პრობლემა. მაგრამ ვიზუალური თვალსაზრისით ჩაკერებები, რა თქმა უნდა, დანას სხვა პერცენს. შესაბამისად არის მომხმარებლის არჩევანი, უფრო ესთეტიური დანაჭირდება თუ უფრო პრაქტიკული. პრაქტიკულობით აი ამ დანებში არის სრულად ჩაკერებული დათხელების გარეშე ან სრულად ჩადგმული დანა. რასაკვირველია ესთეტიურობით უკვე სჯობს რაღაც გარკვეული ხელოვნური გართულებები. რაც შეეხება სოლს, სოლი უკვე არის გადაწყვეტილება, როდესაც ჩასმა არ არის საკმარისი ან ზღვარზეა და ამით ვიცავთ, რომ ფოლადი არ ამოვარდეს ხიდან. ეხლა მეორე მხარე, ფასი. ფასის მიხედვით ყველაზე აფიჭდება ესეთი სოლით ჩაკერებული დანა, რატო? ფოლადი მოკლე არის, რესურსი ნაკლები გადის, მასალაში ნაკლებ სიხდი და შესაბამისად დანა საჭრელად მუშაობს იდეალურად, მაგრამ რა თქმა უნდა, ეგეთი კატეგორიის დანა საჩეხად არ გამოდგება. შემდეგ უკვე ყველაზე ძვირად ღირებული არის აი ესეთი კატეგორიის დანა, რატო? თუ პირველი ფოლადი სრულად არის ჩასმული, ანუ დიდი მასალა ჭირდება და მას თანხაც მეტი ღირს და ასევე ხელოვნური დათხელება იწვევს გარკვეულ ტექნიკურ ჩარევას, დამატებით დანახარჯ, დანარჩების დროს და შრომას. და შესაბამისად აი ამ კატეგორიის დანა არის ყველაზე ძვირი. ეხლა ბოლო პასუხი. საჭრელი საჩეხი. საჭრელად იდეალური არის ნებისმიერი დანა, არ აქვს მნიშვნელობა რა გეომეტრიით არის ჩასმული. ერთადერთი პრინციპი ჭრის დროს არის, რომ დაყვანა უნდა იყოს რაც შეიძლება თხელი, სოლისებრი თუ ბოლოდან იქნება დაყვანილი, რომ დანა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაჭრას. ამ ორი დანიდან მაგალითად ჭრისთვის ეს უფრო უკეთესია. თან ამას დაშვება ბოლომდე არ აქვს გაკეთებული. რაც შეეხება საჩეხს. საჩეხ დანას უნდა კონდეს სრული ჩასმა, უკეთესია, მაგრამ თქვით, რომ ესეც გაუძლებს და საჩეხ დანას არ უნდა კონდეს სოლისებრი დაშვება. უნდა კონდეს უფრო აგრესიული დაშვება,
უფრო ნაკლებზეც და საჩეხ დანას ჭრელი პირი არ უნდა იყოს ფაქტობრივად 0.2 მმ-ზე დაყვანილი. 0.4-ზე საკმარისი არის და გალესვასაც აქვს მნიშვნელობა. საჭრელ დანებზე ძირითადად 17-დან 19 გრადუსამდე ვიყენებ გალესვას. საჩეხ დანისთვის 22-24 გრადუსი არის უფრო კარგი. დიდი მადლობა, სულ ეს იყო.